გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ბულინგი, ანუ დევნა, ანუ დაშინება, ანუ ჩაგვრა, ანუ აბუჩა თაგდება. წაგებული ლუზერებისთვის ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა ეს ბულინგი. დიახ, ბულინგი წაგებული სიარაღეა. ისეთი ისტორიები მესმის, რომ როგორ თქვა ეს კულტურულად, მოკლედ წარმოუდგენელი ისტორიები მესმის ამ კუთხით. ისეთი ახლობლები აბულინგებენ ერთმანეთს, რასაც ადრე კომუნისტების დროს ვერაფრით წარმოვიდგენდი. კომუნისტებზე ხუმრობ ნაღვლიანად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. პოლიტიკური მსოფლმხედველობის ნიადაგზე ხდება ხიდის ჩატეხვა ამხანაგებს, ნათესავებს, მეზობლებს, რიგ შემთხვევაში მშობლებსა და შვილებს შორის. მშობლები და შვილები ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ დაალაგებენ ურთიერთობას და მაქვს ეჭვი რომ ეს მშობლების ინიციატივით მოხდება. იმიტომ რომ შვილები მაქსიმალისტები არიან, შეუძლიათ მშობელს აწყენინონ, გონიათ რომ მშობელი ყოველთვის იქნება და ყოველთვის აპატიებს და რასაკვირველია მშობელი ყოველთვის აპატიებს, თუმცა ყოველთვის არ იქნება. ჩვენს ქვეყანაში მშობლები ხშირად თავიანთი შვილების მძევლები ხდებიან და იძულებულნი არიან თვალი დახუჭონ და ხმა არ ამოიღონ შვილების შეცდომებზე. გესმით ალბათ, რასაც გულისხმობ. ვიცი ისეთი შემთხვევების, როდესაც მშობელი სულ სხვა პლატფორმაზე დგას, მაგრამ შვილის გამო იძულებულია ან გააჩუმდეს, ან მოიტყუოს და მხარი აუბას თავის ნაშიერს. რამდენად გამართლებულია ეს პოზიცია არ ვიცი. რიგ შემთხვევაში ალბათ უფრო დათვურ სამსახურს გავს, თუმცა მე არავის გამსჯი, ყველამ თვითონ მიხედოს თავის საქმეს. რამდენჯერმე სოციალურ ქსელში გავხდი მოწმე იმისა, როდესაც შვილები აუმხედრდნენ მშობლებს, თანაც საჯაროდ. აი ეს საჯაროობა რაში დასჭირდათ, არ ვიცი, ვისთან და რისთვის იწერენ ქულებს. უკუვარიანდი არ მინახავს, როდესაც მშობელი საჯაროდ განჯიდეს თავის შვილს და კიდევ კარგი არ მინახავს. და ეს რატომ ხდება? იმიტომ რომ მშობელი უფრო ბრძენია შვილზე, უფრო მეტი უცხოვრია, უფრო ხშირად წაუტეხავს ცხვირი და მეტნაკლებად იცის, რომ ცხოვრება ეს მხოლოდ ლობიოს ჭამა არაა. დიახ, ეს ლობიოს ჭამის დრო შეგიძლია ხმამაღლა თქვა, რომ ლობიოს მარილი აკლია. ან არაა კარგად მოხარშული, ან შეკმაზული და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც მიყვები ცუდი კაცის, ჭიჭე ვაშაძის ცნებას და მშობელს შეურაცხყოფას აყენებ, თანაც საჯაროდ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს შეურაცხყოფა საჯაროდ თუ არასაჯარო მაინც შეურაცხყოფა. აი ამას ლობიოს ჭამასთან არაფერი აქვს საერთო. მეგობრებო, მგონი ზედმეტად ვმორალისტობ. ამიტომ ტურგენისეულ მამათა და შვილთა ურთიერთობის პრობლემატიკაზე მეც არ ვილაპარაკებ. ამჯერად ახლობლების, მეგობრების ნათესავების ერთმანეთის დაბულინგებაა ჩემი ყურადღების სფერო. მე ჩემს აზრს მოგახსენებ და ჩემი აზრი სრულიად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩემი იყოს და არავინ დამეთანხმოს. მაგრამ გადაცემა ჩემია, ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, რათა ორიოდ სიტყვა ვთქვა ჩემი აზრის თაობაზე. როდესაც ახლობელი აბულინგებს ახლობელს, მით უმეტეს საჯაროდ, მე მგონია, რომ აქ მთავრდება ახლობლობა და უკან დასახელ გზას ვერ ვხედავ. არის შანსი, რომ დროთა განმავლობაში დამბულინგებელი მიხვდეს თავის სიშტერეს, მოინანიოს, მოიბოდიშოს, მუხლებზე დაემხოს, ხელი გამოუწოდოს და პატიებას თხოვოს მას, ვისაც აწყენინა და მაშინ ალბათ შესაძლებელია ურთიერთობების კვლავ აღდგენა. თუმცა მე გამიჭირდებოდა ნამდვილად, მაგრამ ეს ყველაფერი მომავალში მოხდება ან არ მოხდება. ჯერ კი ერთ რამეს გეტყვით, მეგობრებო, ამ მწარე დღეებში, ამ სრულიად გიჟურ პერიოდში თუ კი ვინმე ახლობელი, ის, ვინც გიყვარდათ, ვისთანაც ერთადაც გიმღერიათ, გირბენიათ, გიკრეფიათ, ია, შროშანი და ენზელა დაგაბულინგებთ, მოგაყენებთ შეურაცხყოფას, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მის ავადმყოფურ მოსაზრებებს არ ემხრობით და ფიქრობთ სრულიად სხვანაირად, იცოდეთ, რომ
იმ თქვენს ახლობელს თქვენ არ უყვარდით. პატივს მანამდეც არ გცემდათ და მისთვის სრულიად სულ ერთია თქვენ რომ ადრე ერთად გიმღერიათ და გიკრეფიათ ია, შროშანი და ენძელა. და მერწმუნეთ, კარგია ეს რომ დღეს გაირკვა. კარგია იმიტომ რომ დღეს თუ არა ხვალ მომავალ წელს 100 წლის შემდეგ ასეთი ადამიანი ოდესმე მაინც გიღალატებდათ, გაგცემდათ, დაგაბეზღებდათ. ამიტომ მოსაშორებელი დროზე უნდა იქნეს მოშორებული, თუნდაც ასეთი მტკივნეული გზით. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.